ალბათ რთული დასაჯერებელია, მაგრამ ყოველდღიურ მეტყველებაში ისეთ სიტყვებს ვიყენებთ, რომლებსაც კონკრეტული ავტორი ჰყავს. მაგალითად, გაიძვერა, ბობოლა, შეხმატკვრილება, სინამდვილეში აკაკის შექმნილი სიტყვებია. თუ ილია სალიტერატურო ენაში ახალ საზოგადოებრივ ტერმინებსა და ცნებებს ამკვედრებდა, აკაკი ნამდვილი დიდოსტატი გახლდათ. მას ეხერხებოდა სხვადასხვა ფუძის შეერთებით ახალი მოქნილი ფორმების შექმნა. ყველასათვის ნაცნობი გენიალური სტრიქონი, ცაფირუს ხმელეთ ზურმუხტო, სწორედ ასეთი მრავალსაფეხურიანი ულამაზესი პოეტური კონსტრუქციაა. ასევე უნიკალურია მისეული ჩაიკვნეს ჩაიჯიგჯიგა. აკაკის მიერ შექმნილი კომპოზიტები იმდენად ბუნებრივად შეერწყა ხალხის ცოცხალ მეტყველებას, რომ ჩვენი ყოველდღიური ლექსიკის განუყოფელ ნაწილად იქცა. თავად მწერალიც სიამაყით აღნიშნავდა, რომ ენა სწორედ მან გაამდიდრა ამ მოხდენილი სიტყვებით. აკაკიმ თავისი შემოქმედებით დაამტკიცა, რომ ქართული ენა მუდმივად განვითარებადი ცოცხალი ორგანიზმია. მისი წვლილი ჩვენი ლექსიკის გამდიდრებაში მართლაც ფასდაუდებელია. თქვენ რომელი მისეული ფრაზა გახსენდებათ? გამიზიარეთ კომენტარებში.